ზურაბ ჟვანიას შილს ბუსა ჟვანიას სამუდამო პატიმრობა ემუქრება მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურამ ჟვანია ძმებ კაკულიებთან ერთად ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა. ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ, ამბობს ბრალდებულის დედა. ნინო ჟვანია მისი შვილის ძმებ კაკულიებთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა დანაშაულში მისი თანამონაწილეობის არ სჯერა. ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზის კორპორაციის ყოფილი დირექტორი გიორგი ჩიგოვანი სუსში გამოკითხვაზე იმყოფებიან. მთავარ უწყებაში დაუდასტურეს, რომ ისინი ანტიკორუფციულ სააგენტოში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით იკითხებიან. ჭარბწონიანობა არის შედეგი, რომელიც წინა მავნე ხელისუფლებამ მოიტანა, თქვა ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მას წლიური მოხსენების ფარგლებში მოусმინეს. 40 წუთიანი სიტყვის შემდეგ ოცნების წევრებმა ყაველაშვილს საქებარი სიტყვებით მიმართეს. ლადო ბოჟაძემ კი მას, როგორც მრავალშვილიან მამას, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში პირადი ჩართულობა სთხოვა. ყარაბაღის ეგრეთ წოდებული მთავრობის ყოფილ მეთაურს ბაქოს სამხედრო სასამართლო 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუბენ ვარდანიანს აზერბაიჯანი ომის დანაშაულებსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებდა ბრალს.